ციცომ გაიხაროს მეგობრებო, ნახეთ როგორი საბოები მაჩუქა. ეს ყოფილა სამედიცინო პერსონალის ფეხსაცმელი. რა არის ეს ციცასია უბრალოდ? აი, არ ვიცი. ფრთები. ნახეთ. აშენდა. როაწელი შენდებოდა და აშენდა თუ 7 წელი. არ ვიცი სად იყიდა, მაგრამ მე ვფიქრობ ვაგზალზე უნდა იყოს რაღაცა სამედიცინო ტანსაცმლის მაღაზია. მოკლედ გაიღვიძებს და გადავამოწმებ. მე მინდოდა დღეს მესაუბრა ბოდიშთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს რაღაცა რამოდენიმე ადამიანს მოუვიდა ჩემთან სერიოზული შეცდომა და ბოდიშს სიხდის. მე მაგალითად არ მიყვარს ბოდიშის მოხდა. არ მიყვარს ორი სიტყვის თქმა. მიყვარხარ. ეს ვიცი ხო, მიყვარხარ, რა გიყვაროა შეჩემო. და ბოდიში. რა ბოდიში, თუ შეცდომა დაუშვი და მორჩა, რა ვიცი, ესეთი კომუნისტური ბავშვობა მქონდა მე. ეხლა ძალიან მოდაშია დაგაჯვავს, იმას იზავს, რა ქვია, გადაგივლის, გააფუჭებს საქმეს, მე ვაიმე ბოდიში. კი, ბოდიშმა შეიძლება შეამციროს დაძაბულობა, მაგრამ ის ადამიანი მაინც ხო იგივე შეცდომებს ჩადის. ბოდიში არ უშველის ამ საქმეს. იმისი არ იყოს კიდე. აუ, შენ თავს ფიცა ვარ. ვინ ჩემი ფეხები ხარ ჩემ თავს ფიცა? ეს იცია ხო მე ნაცნობებმა. აუ, შენ თავს ფიცა ვარ. ასე რომ ბოდიში შეიძლება იყოს ჯადოსნური სიტყვა და ბოდიშმა შეიძლება ბევრი რამე შეცვალოს, მაგრამ არა ჩემთვის. ირადგენ საბოდიშოდ გაგიხდა საქმე ადამიანო, ესე იგი მაგარი ჩაიჯვი და რახან უკვე ჩაიჯვი და მომაყენე ტრავმა, შეურაცხყოფა, გაურკვევლობა, ისე ვლაპარაკობ ჩემ შემთხვევაში კი ვამბობ, ესე იგი შენი ბოდიში მე არაფერში არ მჭირდება. რა ვიცი, შეიძლება არა ვარ სწორი რა. იმიტომ რომ ეს არის გამართლება, ბოდიში არის გამართლება საქციელის. რა ვიცი, ბოდიში თუ არასწორად ვაზროვნებ, მაგრამ მე ვარ. ერთი ქორწილი არ მეღირსა, მაგის დედა მოდგან. 4 ნახევარჯერ გავთხოვდი თუ რაც არის. სამაგიეროდ ეღირსა ჩემს პერსონაჟს სოფიას. აი მეგობრებო, ეს აღმართი არის იმისთვის, რომ ჭავჭავაძის ხუთში მაცხოვრებელმა ქალბატონებმა და ბატონებმა ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა შეინარჩუნონ. იმიტომ რომ ფეხით ამოვდივართ, ჩამოვდივართ. ხო და იცი რა ვიფიქრე კაცო? აი 60 წლის რო გავხდები, ერთ დიდ დაბადების დღე ქორწილს გადავიხდი. ვაშა